ისეთ გაერთიანებებს ვადევნებთ თვალყურსა ცოტა აქამდე შეიძლება რთული წარმოსადგენი იყო მე ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი რომ მადრიდის რეალის და ბარსელონას ფანები რაღაც ესეც ვნახეთ და საქართველოს რაღაც საერთო სიპოვით. ხო რაღაც საერთო სიპოვით მაგ თემაზე ხუმრობის გაგრძელებები იყო რომ ხა გურჯაანელებისა და თელაველების ერთობა გურჯაანელი ვარ თელაველების შეგიძლია აზრი გამოთქო სიამოვნები დავდგები ხო მთავარი არის ის რომ მგონია რომ საზოგადოება შეთანხმდა ძირითადზე და ძირითადი არის ის რომ საქართველოს უნდა იყოს განვითარებული სამყაროს ნაწილი რომელიც არის ევროპა რომელიც არის ამერიკა და კიდევ სხვა ქვეყნები და არა ის ქვეყნები რომლებიც ეხლა თითქოს ჩვენ გვემეგობრებიან და გვაქებენ, ხო? რაღაცა ძირითად მიზანზე ვარ შეთანხმებული და შესაბამისად აქ უკვე პროფესია, რომელ გუნდს გულშემატკივრობ, ყოველდღიურობა რისგან შედგება, რა სოციალური კლასი გაქვს თუ ასე შემდეგ, აზრს კარგავს. და მე ეს ამბავი ძალიან მიხარია, იმიტომ მგონია, რომ ერს სჭირდება ყოველთვის რაღაცებზე ცალსახად შეთანხმებული რომ იყოს. სპეციფიური კონტექსტი მათ შორის თქვენ სტუმრობას დღეს ამ სტუდიაში, რომ ერთი რო აქტიური ადამიანი ხარ და თქვენი ბიზნესის ასე ვთქვათ პოზიციითაც ყოველთვის გამოხატავდით დამოკიდებულებას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია არის ქართული ბიზნესის დამოკიდებულების ჩამოყალიბების. დღესაც გისმენდით წინა კვირასაც გიორგი ისაკაძესთან BMG-ზე ბიზნეს წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები, ცალკეულად ასოციაციებმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავიანთი განცხადება გააკეთეს, მაგრამ ისეთი ადამიანების გამოჩნდნენ რომლებიც უბრალოდ ერიდებოდნენ კამერასთან კომუნიკაციას, საჯაროდ ბიზნეს თავის საქმე აქვს, ეხლა ისინი პოლიტიკური პროცესში ასე აქტიურად ვერასოდეს ვერ იქნებოდნენ ჩართულები, მაგრამ ამ ხრივად ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიძრა. აი თქვენს წინ ვინც ისხენ სტუმრები საუბრობდნენ, ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ, რომ გადასახადს რო ვიხდითო, მე იმითი აქეთ არ გვცემონო, ხო? ანუ ჩვეულებრივი საშემოსავლო ერთია და ბიზნესის შემთხვევაში, რომელიც მთლიანად ავსებს ამ ბიუჯეტს, სათქმელი უფრო მეტი პოზიცია არის. რა ცვლილებებს ატყობთ თქვენს აი იმ დიდ და მნიშვნელოვან და ამავე დროს სერიოზული გავლენების მატარებელ საზოგადოებაში, რასაც ქართული ბიზნესი ქვია. იცით რა არის გონი ბიზნესი ყოველთვის არის ცოტა დისტანცირებული პოლიტიკური მოცემულობებისგან. ხო, ბიზნესს ძალიან უყვარს სტაბილურობა ზოგადად და ერიდება ხოლმე სისტემასთან, ასე ვთქვათ, კონფრონტაციაში შესვლას, რაც, ლოგიკურია, გასაგებია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასამართლო არ არის ძლიერი და შენი სიმართლის დაცვა არის პრობლემა. ხო, და ეს სამწუხაროდ ვნახეთ ახალგაზრდების მაგალითზე, რომ სიმართლეს, თუნდაც ვიდეოზე ასახულ სიმართლეს ძალა არ აქვს, ხო? ამ შემთხვევაში ძალიან რთულია რომ ხმა ამოიღო. ცოტა უკან რო წავიდეთ ბიზნესი მგონია რომ ეხა ტრანსფორმაციას გადის, იმიტომ რომ 90-იანებში ბიზნესი იყო სხვა რაღაცა, 2000-იანებში იყო სხვა რაღაცა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, იცვლება. რა იცვლება? იცვლება ის, რომ ახალი თაობის ადამიანები ჩნდებიან ბიზნესში. ბიზნესი აღარ არის ის, რომ გაძარცვა სახელმწიფო და ისაკუთრო რაღაცა აქტივები პრივატიზაციი და შემდეგ იმ კაპიტალით, გააგრძელო, ხო, ფული ფულს შოულობს, უფრო მე უკვე მარტივია, რომ ეს კაპიტალის აკუმულირება მოხდეს ისევ იმ არხებში, ხო? ბიზნესი ნელ-ნელა აღარ არის ის, რომ მთავრობასთან იყო რაღაცნაირად ჩახუტებული ბოლომდე, ხო? აი ეს განსაკუთრებით IT, ციფრული და ასე შემდეგ სხვადასხვა ახალი ტიპის ბიზნესები არიან ძალიან მჭიდროდ უფრო უცხოეთთან კავშირში, ხო, ვიდრე ადგილობრივ ბიუჯეტთან, რაც მგონია, რომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მაგრამ მეორე ტენდენციაც არის, რომელიც გლობალური ტენდენციაა და ეს ტენდენცია არის შემდეგი. ახალგაზრდებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ბიზნესების ღირებულებები. ვისგან ყიდულობენ ისინი პროდუქციას თუ ვისგან ყიდულობენ, ვის უჭერენ მხარს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ნებისმიერი გადახდილი ლარი ბიზნესის სერვისში თუ პროდუქტში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მას ესე ტერმინია dollar voting. ანუ ჩვენი ფულით ვაძლევთ მათ ხმას, რომ გააგრძელონ იმის კეთება, რასაც აკეთებენ. კეთება მხოლოდ პროდუქტი ხომ არ არის, არის სოციალური პასუხისგებლობა, არის პოლიტიკური კომპონენტში დაფინანსების აწინა საარჩევნო და ასე შემდეგ კომპლექსური პროცესი. მოძრაობის პირობებში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება. კი, ამიტომ ახალგაზრდები ხშირად აი ეს ბოიკოტს უცხადებენ ხოლმე ისეთ ბიზნესებს, რომლებსაც ღირებულებებში შეეშლებათ. ეხლა ჩვენ რა არის ღირებულება, ეხლა რაც სასწორზე დევს, ეს არის ქვეყნის მომავალი.
ხო? ამიტომ ჩვენ ვიფიქრეთ და დღევანდელი პლატფორმაც რაც დაანონსდა და რაც გაუშვით და რაზეც დღეს ასევე ვისაუბრებთ, არის თავისუფალი ბიზნესის პლატფორმა, ხო? ეს ნიშნავს, რომ ეს არის ბიზნესები, რომლებიც ქვეყნის მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებაში არიან ხალხის გვერდით. ისინიც იმ პოზიციაზე არიან, რა პოზიციაზეც დღეს არის ხალხი. მეტი თქვით რა ამ ინიციატივაზე, მეც მაინტერესებს ეს რა Free Business GR-ის თუ არ ვშტები და თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა. როგორი ტენდენცია, გამოხმაურებები როგორი არის და რა მიზანს ემსახურება? ანუ აქვს ამას მიზნად კონსოლიდირება ბიზნესის საერთო იმ დიდი იდეის გარშემო კონსოლიდირება? და ხელმომწერები ვინც იქნებიან საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება. თორემ მაგალითად მაინტერესებს როგორც მომხმარებელს, როგორც მოქალაქეს, ზუსტად ის მესამე კრიტიკული ფაქტორი, რაზეც გააკეთა აქცენტი. და ვიცოდე, ხო, ვიცოდე, ვისთან დავხარჯავ ჩემ შემოსავალს, ხო, რას ვიყიდე. პოზიციებს ბიზნესი ასე თუ ისე ხანდახან აფიქსირებდა ხოლმე, მაგრამ ეს პოზიციები იკარგებოდა შემდეგ ისევე როგორც პოსტი, ახალი პოსტი უცებ ნახავთ და შემდეგ ისტორიას დარჩება და არ გვახსოვს, ესე ხდებოდა ხოლმე. ამოსავალი წერტილი ამ პლატფორმის იყო ის, რომ მოდი არქივი ზოგადად კარგი რაღაცა არის და ხშირად კარგად ამოტივტივდება ხოლმე. ჩვენ გვინდოდა რომ გაგვეკეთებინა პლატფორმა, სადაც ბიზნესების პოზიცია დარჩება სამუდამოდ. ხო და ვთქვათ, გავა 2 წელი, 3 წელი და გადავამოწმებთ მე ეს ადამიანი, ეს ბიზნესი რა ღირებულებებზე იყო და რა პოზიცია დააფიქსირა, რომ არ დაიკარგოს ეს ამბავი, ხო? პლატფორმის იდეა რა არის? ბიზნეს საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ეს პროცესები გაცდა პოლიტიკურ მოცემულობას. ეს არ არის უბრალოდ პარტიებს შორის რაღაცა დებატები და ასე შემდეგ. მიიღო საერთო სოციალურ-ეკონომიკური სახე, რომელსაც აქვს პოტენციურად ახლოს საკმაოდ დიდი რისკები ეკონომიკური თვალსაზრისით, რომელიც მერე რა თქმა უნდა ტრანსფორმირდება სოციალურ კომპონენტში, ხო? იქნება ეს რაღაცა სანქციები, იქნება ეს, აი მარტივი მაგალითი რომ გამვიხილოთ, ხო? ჩვენ ვიცით რომ უკრაინის ომის შემდეგ რუსეთსაც და ბელორუსიასაც შეუწყდა SWIFT-ზე წვდომა, საერთაშორისო გადარიცხვები. ნუ ეხლა ეს იმდენად ინტეგრირებული ეკონომიკები არ იყვნენ ისინი დასავლეთთან და უკვე მოლოდინი ქონდათ, თუმცა ამათ მათ ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნათ. ჩვენი ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე. ხო, ექსპორტი იმდენად დიდი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს იმპორტი. ყველაფერი, რასაც ჩვენ მაღაზიაში ვყიდულობთ, არის ფაქტიურად იმპორტირებული, ხო? რაცამსაც თეორიულად არ მინდა ღმერთმა არ ქნას ეგეთი რაღაცა მოხდეს, მაგრამ თეორიულად რომ განვიხილოთ ეგეთი საშუალება და შესაძლებლობა, ფაქტიურად 80% ბიზნესების შეიძლება დღიდან ერთი კვირის ვადაში გაჩერდეს. თუ შეგვეზღუდება საერთაშორისო სავალუტო გადარიცხვები, რაც არის სერიოზული პრობლემა, ხო? ესეთი არის კიდევ რამდენიმე. ერთ-ერთი მაინც რომ მოხდეს ისეთ პატარა ეკონომიკაში, როგორიც არის საქართველო, ხო? ნუ არის სერიოზული პრობლემა და ეს იქნება 10 წლეულების განმავლობაში დაჭირდება შემდეგ ამის ასე ვთქვათ რეაბილიტაცია. პლატფორმას თქვენ ახსენეთ ახლა ბელორუსია. და ამომიტივტივდა მომენტალურად თავში, აი თბილისში ჩვენ კი ვიძახეთ ბევრი რუსი ჩამოვიდა, მაგრამ მათ შორის იყო ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი ბელორუსი აიტიშნიკების. ახალგაზრდები, რომლებიც ბელორუსიაში ბელორუსიის ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილის ფორმირებელები იყვნენ. და ზუსტად იმის გამო, რომ ისინი ადგილობრივ სისტემებზე არ არიან ესე პირდაპირ ბიუროკრატიაზე მიბმულები, ისინი წარმოადგენენ მნიშვნელოვან ბირთვს ბელორუსული პროტესტების. ამიტომაც სამბიზნეთ იქნა ამოღებული, საკანონმდებლო ცვლილებების განახორციელეს და ერთდროს გარკვეული სამოთხე IT-ისთვის, ევროპისთვის გადაიქცა ჯოჯოხეთად და მეც მაქვს სამწუხაროდ მოლოდინი რომ ეს რეჟიმი თუ დაჭდა, რასაც ახლა საჯარო სამსახურის კანონს და სხვებს და რაღაცებს უკეთებენ, რომ ის მეტნაკლებად ნორმალური გარემო და კანონმდებლობა, რომელიც საქართველოში IT კომპანიების და სტარტაპების წარმოებას მეტნაკლებად ხელს უწყობს, რომ ამ ხრივაც პრობლემები გაჩნდება. იმიტომ რომ ანუ ივანიშვილი ხო რა ტიპის რეჟიმია, რომ მის მიღმა ფულად რესურსი არ უნდა მოძრაობდეს. ეს არის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. მე პირადად პოლიტიკაზე მაინც ბოლომდე დამოკიდებული იყო. არ მინდა, ხო,
პოლიტიკას ნუ ისაუბროთ, მაგრამ რა ბედი ელის იმ ხალხს თქვენერ და კიდე სხვა ბიზნესებში დასაქმებულ ახალგაზრდებს მათ შემთხვევაში და სხვაგან წავლენ. მარტივი არის. ეგ არის ყველაზე დიდი ქარხანა არის, არც სამსახურზე არიან, რაღაც კონკრეტულ ოფისზე არიან მიწებებული და მათზე მოთხოვნაც საკმაოდ მაღალია. უბრალოდ ლეპტოპსაც არ აიღებენ, სადაც წავლენ, ლეპტოპს იქ მიცემენ და გააგრძელებენ. მათზე მოთხოვნა ყველგან არის. პლატფორმას რაც შეეხება, გიორგი, მე ეს მაინტერესებს, რა ხდება ამ პლატფორმის ირგვლივ? აი მოხვალზეგ და მასზეგ რა მოხდება? პლატფორმის იდეა რა არის? ბიზნეს საზოგადოება შეთანხმდა, როგორც თქვით, იმაზე, რომ ეს გაცდა და ორი დეესკალაცია არის საჭირო. ეს არის ბიზნეს საზოგადოების მოთხოვნა. დეესკალაციის ყველაზე კარგი გზა არის გამჭვირვალე, ახალი სამართლიანი არჩევნები. და მეორე მომენტი, ხო, არიან ახალგაზრდები დაკავებული, რომლებზეც ვნახეთ, რომ დაკავების შემდგომ და სასამართლო პროცესში ყველა ეტაპზე შეეზღუდათ ის ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც მათ აქვთ კონსტიტუციით და სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებით. ამ ორ პლატფორმაზე შეერთებისთვის ამ ორი მოთხოვნის თანხმობაა საჭირო. ბიზნესები ერთიანდებიან და იძახიან, რომ ეს ორი, ხო, არც პოლიტიკური არაფერი, დეესკალაცია გვინდა და ეს არის დეესკალაციის გზა და ეს ხალხი არის უსამართლო დასჯილი და ესენი უნდა გამოუშვან. ბიზნესი ამაზე თანხმდება. ბოლოს განცხადება არის მოკლე საერთო განცხადება, სადაც ეს ყველაფერი წერია და ბოლოს არის, რომ პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად ჩვენ თვლით, რომ ეს ორი ნაბიჯი არის გადასადგმელი, იმიტომ რომ ეს შეიძლება გადაიზარდოს ძალიან მძიმე ეკონომიკურ აქტიურად უერთდებიან ეს ჩემი ბოლო პლატფორმა გაეშვა დღეს პირველ საათზე, BMG-ის ეთერი როდესაც იყო, სწორედ პირველი საათი იყო, თუ სწორად მახსოვს. აქვე უბრალოდ დავაზუსტებ, რომ პლატფორმას აქვს ორი მომენტი. ერთი, რომ კომპანიას შეუძლია მოითხოვოს, რომ შეუერთდეს ამ განცხადებას და ასევე ხალხს შეუძლია მოითხოვოს, რომ რომელიღაცა კომპანიამ დააფიქსიროს უერთდება თუ არ უერთდება. ეს ჩემი შეკითხვა. რა რაოდენობა გვაქვს ამ დროის მონაცემებით და დაახლოებით 300 კომპანია, რომელმაც მოითხოვა შეერთება, თუმცა თითოეული მათგანი გადის ვერიფიკაციის პროცესს, რომ ის ადამიანი, ვინც გამოგზავნა ეს ნამდვილად არის ის ადამიანი, ვინც უფლებამოსილია, რომ მოითხოვოს აქ დარეგისტრირდება. ეხა უკვე 160-ზე მეც აქვს ვერიფიკაცია გავლილი, დანარჩენი 140 არის პროცესში. გიორგი, თქვენ ერთსაც დავაზუსტებ 1100-ზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა რომელიღაცა ბიზნესის მიერ პოზიციის დაფიქსირება, რაზეც უკვე ხვალ დავიწყებთ ჩვენ მუშაობას, ამოვიღებთ ყველა იმ კომპანიას, რომელზეც ხალხმა მოითხოვა პოზიციის დაფიქსირება და ჩავსვავთ იმათ სეგმენტში, რომელსაც ჯერ არ დაუფიქსირებდა პოზიცია. აი აქ ეხლა რა წერტილშიც მიხვედით, ზუსტად აქ იყო ჩემი შეკითხვა. თქვენ თქვით, რომ ბიზნესი ტრანსფორმირდება და მართლაც ბიზნესისთვის ერთი მხრივ რაღაც ბიზნესისთვის შეიძლება კომფორტული იყოს, ასე აწარმოებდეს კვლავ რაღაც ცოტა ძველებური მეთოდით, ასე ვთქვა, თავის საქმიანობას, რომ რაც შეიძლება ახლოს იყოს ხელისუფლებასთან. მაგრამ ზოგიერთი ბიზნესი პირიქით ცდილობს, რომ ეს დისტანცია კონდეს და სადღაც სხვაგან იპოვოს, ასე ვთქვა, თავისი საქმიანობის უფრო კომფორტული სივრცეები. ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ამ ბიზნესშიც ისევე როგორც საზოგადოების ყველა სეგმენტში სრულიად სხვა თაობა წამოვიდა, დასაქმებულები, რომლებიც ვითხოვენ ზუსტად აი ამ პოზიციას, თავიანთი კომპანიებისგან. მე სადაც მუშაობ, ეს კომპანია იზიარებს თუ არა იმ ფასეულობებს, რასაც ახლა მე ქუჩაში ვიცავ. ხდება თუ არა ბიზნესი იმას დღეს, რომ ქვემოდან ზემოთ მოდის ეს პროცესი. ანუ ის გამოხატავს თუ არა პოზიციას, ეს კი არ არის მთავარი. არამედ მისი თანამშრომლები რომ გამოხატავენ პოზიციას, ეს უფრო მთავარია, იმიტომ რომ ბევრი ფორმა არსებობს, მათ შორის გაფიცვის და ბევრი ლაპარაკია საყოველთაო გაფიცვაზე. მათ შორის გაფიცვა როგორც სამოქალაქო პოზიცია, მაგრამ ამასთანავე იმგვარი პროტესტი შიგნით კომპანიაში, რომელიც დაანახებს საზოგადოებას, რომ ეს კომპანიის ხელმძღვანელი თუ რუსებისკენაა, მე თანამშრომელი არა ვარ რუსებისკენ. აი ამ ნაწილში რა ხდება და ბიზნესი როგორ უყურებს აი ახლა ამ პროცესს? რაღაც მე ზოგადად ციფრებში მიყვარს ხოლმე საუბარი, მაგრამ რადგან სულ რაღაც 10 საათის თუ რაღაც არის პლატფორმა, ცოტა გამიჭირდება რომ გითხრათ ციფრებში. მაგრამ ზოგადად ტენდენციას მე რასაც ვხედავ, ის ფაქტი, რომ ჩვენ დღის განმავლობაში ძალიან ბევრ პროფესიონალს ვხედავთ ქუჩაში, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ ხალხს აქვს იმის რესურსი,
რომ თავის დამსაქმებელთან დაალაგოს ის საკითხი, რომ მე მივდივარ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოზიციაზე უნდა დავდგე და ამჭირდება ან day-off-ი, ან გაფიცვის რეჟიმი, ან რაღაცა. უკვე ახალი ტენდენცია წამოვიდა, ხო, აღარ არის მხოლოდ ღამის აქციები, ხო, და ეს ვინც დგას და ვინც ქუჩებში დადიან, ზოგი არის IT სპეციალისტი, ზოგი არის HR-ი, ზოგი არის, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. ანუ ამ ხალხს უკვე აქვს რესურსი, რომ თავის დამსაქმებელთან მივიდეს და უთხრას, რომ მე დღეს მივდივარ აქციაზე. ხო მეორე მომენტი ახლა ჩვენ რაც გვინდა ასევე ამ ბიზნეს პლატფორმის თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის ჭრილში მოხდეს არის ზუსტად ეგ რომ კითხვა დაისვას ორგანიზაციის შიგნით რატომ არ უერთდებით რა წერია ახლა იქ ისეთი რომ არ უერთდებით ხო გვაქვს პრობლემა ქვეყანაში დეესკალაცია საჭიროა რამე სხვა გზა არ არის ეს ხალხი გამოსაშვებია რატო არ უერთდებით ხო ეს ჩემი სურვილია რომ ყველა კომპანიაში ამის განხილვა მოხდეს რომ დასხდნენ თიმები, გუნდები და ისაუბრონ რომ რამე არის იქ პრობლემური, წესით არ არის. თუ არ არის, რატო არ უერთდებით და თუ სხვა მიზეზია, რატომაც არ უერთდებით, მომხმარებელმაც იცოდეს იმ ბიზნესისას და თანამშრომელმაც იცოდეს იმ ბიზნესისას, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად, აღარ მუშაობ სხვაზე, ჩემ საქმეებზე მუშაობ, მაგრამ ოდესაც მე ვიყავი კორპორატიულ სფეროში, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვიზე ვმუშაობდი. რის ისჯეროდა იმ ადამიანს, რა ღირებულებებზე იდგა, მისი ასე ვთქვათ, სამყაროს აღქმა და გადაწყვეტილების მისი კაპიტალის გენერირებას უწყობდი ხელს. ხო, იდეური მოკავშირეები გამოდიხართ ასეთ შემთხვევაში და კომპანიის დამსაქმებელი და ეს ხო არ არის ბიზნესის მიზანი, ხო, რეპუტაცია არის მთავარი კაპიტალი ალბათ თანამედროვე სამყაროში ბიზნესი. და ფასეულობები ადამიანები ერთ კომპანიაში რომ მუშაობენ, რა ფასეულობები აერთიანებთ მათ. დიდი მადლობა